თავის ხვალ საქართველოს გუშინ ქართული ოცნების აქციას შეუერთდა. პარტიის ლიდერის კახა კუკავას განმარტებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბების შესამცირებლად საზოგადოების აქტივობა აუცილებელია. ჩვენთვის რეჟიმის შეცვლამდე ოპოზიციის ერთიანობა უმთავრესია. ამიტომ ვიქნებით იქ, სადაც არის ქართველი ხალხი. ჩვენ ეს აქცია გვესმის არა როგორც წინასაარჩევნო კამპანია, არამედ როგორც ყვითელი ბარათი ხელისუფლებისთვის, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება, თორემ მიიღებს უფრო მასშტაბურ აქციებს, რომელიც მისთვის წითელი ბარათი გახდება. თავარ კითხვას კახა კუკავა უპასუხებს ასევე დღეს ნინა ხატისკაცი წინასაარჩევნო გარემოს შეფასები და გიორგი მარგველაშვილი 1 ოქტომბრის პროგნოზებით გადაცემაში მთავარი კითხვა. კახა კუკავა უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობეს. დავიწყოთ გუშინდელი აქციით. თქვენ შეუერთდით კოალიციის აქციას და საინტერესო რა იყო თქვენი მთავარი мотиваცია? რატომ გადაწყვიტეთ სხვა პარტიის აქციის მონაწილე გამხდარიყავ? ჩვენი მთავარი мотиваცია ეკა არის ის, რაც არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობის мотиваცია, ეს არის ხელისუფლების შეცვლა. და ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით ჩვენ და ქართულ ოცნებას მე მგონი რომ განსხვავებული მოსაზრებები არ აგვაქვს. ამიტომაც ბუნებრივია რომ იქ იყო წარმოდგენილი თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც 1 ოქტომბერს ელოდება და ეს მოლოდინი არის მე გარწმუნებთ რომ ამ იდეით იძინებს ხალხი და იღვიძებს რომ 1 ოქტომბერს საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ამიტომაც აქ მე რაიმე პარტიულ განსხვავებებს არ ვთვლი რომ ეს ყოფილიყო იმდენად მნიშვნელოვანი რომ ჩვენ თავი აგვერიდებინა აქციაში მონაწილეობისათვის. გარდა ამისა ერთსაც გეტყვით რომ წმინდა პრაქტიკული მნიშვნელობით მე რაღაც ინფორმაციას ვფლობ ხელისუფლების შიგნით რა ხდება ისე როგორც თქვენ და საზოგადოებაში ხა ჟონავს ბევრი ინფორმაცია. ხელისუფლება ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე თუ რა დოზით დაუშვას არჩევნების გაყალბება. ერთის მხრივ ისინი ხვდებიან რომ არჩევნების გაუყალბებლობის შემთხვევაში მათთვის შედეგი იქნება იმდენად სამარცხვინო რომ მისი გამოცხადებელიც არავინ არ იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ ისინი ხვდებიან რომ თუ ზედმეტად გააყალბეს ან თუ ძალიან მასშტაბური იქნება გაყალბება, შეიძლება მიიღონ მასობრივი პროტესტი. ამიტომ ჩვენ აი მე რაც შენ წაიკითხე ხა ტექსტი ეს გუშინ მიცემული კომენტარი იყო. მუდმივად უნდა ხედავდნენ ისინი ყვითელ ბარათს და ყოველთვის როცა რომელიმე ოქმის გადახაზვას დაიწყებენ და როცა პროცენტის ტერას დაიწყებს იქ მაჭავარიანი და სააკაშვილი, უნდა ახსოვდეთ რომ იმდენად დიდი არ მოვიდეთ ეს პროტესტი, რომ უბარაქისავით შემდგომ გალიებში საკაცით მისაყვანი ამ თემაზე ანუ პროგნოზზე როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, უნდა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. მოდით ისევ გუშინდელ აქციას დაუბრუნდეთ, თუმცა უფრო სხვა კუთხით. ძალიან ბევრი ხალხი იყო ეს თვალნათლივ ჩანდა, მათ შორის მეცხრე არხის კადრებში. თქვენი აზრით, ეს ადამიანები იყვნენ კონკრეტული ოპოზიციური ბლოკის მხარდამჭერები თუ ისევე როგორც თქვენ მათთვის მთავარია ხელისუფლების ცვლილება, როგორ ფიქრობთ? დიდი ნაწილი რა თქმა უნდა იყო და ეხა ეს მაისურებზეც აშკარად ჩანდა ქართული ოცნების მხარდამჭერები, თუმცა ჩვენი გუნდი იყო მთლიანად იქ და ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და გვეუბნებოდა რომ არიან ჩვენი მხარდამჭერებიც და მოდიოდნენ ისეთებიც, რომლებიც არ არიან ჩვენი მხარდამჭერები დაუშვათ ოცნების მაისურებში მოდიოდნენ, მაგრამ გამოხატავდნენ თავიანთ სიმპათიას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნები, ეკა მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სხვაობები თავისუფალ საქართველოსა და ქართულ ოცნებას შორის, პრიორიტეტი ხელისუფლების შეცვლა ეხლა იმდენად მაღალია, რომ ყველაფერს ფარავს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ეხლა ჩვენ განსხვავებებზე, ჩვენ საგარეო პოლიტიკასთან, კულტურასთან, თვითყობადობასთან, საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში, უბრალო ადამიანს ეს არ აინტერესებს. რაც უბრალო ადამიანს არ აინტერესებს, ის პოლიტიკოსთვისაც ყოველთვის არის მეორე ხარისხოვანი. დღეს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკის მიღმა ცხოვრობენ, აი მაგალითად ტრანსპორტზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტში საუბრობენ ან სადმე სუფრაზე, ჭირის, თხინის, რაღაც მაღაზიაში, ისინი არ საუბრობენ დღეს იმაზე, როგორი კონსტიტუციური მოდელი ექნება საქართველოს გაისად. ისინი საუბრობენ ამ იმედით, წავა ეს კაცი თუ არ წავა. ეს არის დღეს პრიორიტეტი და ზუსტად აქედან გამომდინარე ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით და კიდევ მე ვფიქრობ რომ მოგვიწევს ასეთი ნაბიჯების გადადგმა 1 ოქტომბრის შემდგომ, თუნდაც ხალხური ნაბიჯები ოპოზიციური ერთიანობისკენ მე არ ვიტყოდი, მაგრამ ოპოზიციური სოლიდარობისკენ. ძალიან ბევრი კანდიდატი მოხსენით მაჟორიტარობის, ძალიან ბევრი. რატომ? ქართული ოცნების სასარგებლო იდეაში მე ეს არაერთხელ მithქვია ეკა რომ პოლიტიკური დიდი მეცნიერებაც არ არის, არითმეტიკა არის ელემენტარულად რომ ერთიანი კანდიდატები ოპოზიციის მხრიდან ეს არის ძალიან ძლიერი ნაბიჯი იქნებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ და ჩვენ ამ იდეით გამოვედი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვთქვით რომ მას არ ჭირდება არც ერთიანი ბლოკის ფორმირება, არც ერთიანი სიის ფორმირება, ამის გაკეთება შეიძლება ყველანაირი დაუშვათ იდეოლოგიური გაერთიანების გარეშეც
გარკვეულ ეტაპზე ჩვენ შევატყვით, რომ რატომღაც ამისი სურვილი მეორე მხარეს და ჩვენი ძირითადი მესიჯი რა თქმა უნდა ქართული ოცნების მიმართ იყო მიმართული, იმიტომ რომ რეალურ ოპოზიციურ ძალად საზოგადოება სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას აღიქვამს. როცა ვნახეთ, რომ მათი მხრიდან ეს სურვილი არ იყო, ყოველ შემთხვევაში ცალკეული სუბიექტების მხრიდან, ჩვენ გადავდგით ცალმხრივი ნაბიჯები, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საზოგადოებას დაინახა ძალიან კარგად ჩვენი პოზიცია და მეორე თვლიდით, რომ შეიძლება გარკვეულ ეტაპზე ამ ცალმხრივ ნაბიჯებს შემოხვედრიც მოყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბრამდე, არათუ შემოხვედრი ნაბიჯები არ მოყვა, არამედ, ახლა ჩვენ არა ვართ ამაზე ნაწყენი, მაგრამ ცოტაოდენი ჩვენთვის გაუგებარი კრიტიკაც მოყვა. მე ვფიქრობ, რომ პროცესი დასრულებული არ არის. ჩვენ მაინც გვინდა თუ არ გვინდა, ალბათ 1 ოქტომბრის შემდგომ მოგვიწევს აი ამ არჩევნების შედეგების დაცვა უკვე თბილისის ქუჩებში, ქუთაისის ქუჩებში და იცით როგორ არის, შეიძლება არჩევნებამდე უფრო კონკურენტულ რეჟიმში გვიყურებდა ჩვენ რომელიმე პოლიტიკური ძალა, მაგრამ არჩევნები როცა დამთავრდება, მე ვფიქრობ, რომ ბევრი ის ფაქტორი მოიხსნება, რომელიც ჩვენ თანამშრომლობას აქამდე ხელს უშლიდა. ყოველ მეორე ოლქში ჩვენ მხარი დაუჭირეთ ქართული ოცნების მაჟორიტარებს და მე ვფიქრობ საზოგადოება გააკეთებს. გაგრძელდება ეს პროცესი კიდევ მაგალითად ვაკე ძალიან მნიშვნელოვანი უბანი თქვენ არა, არ გაგრძელდება ეკა და მე გეტყვი რატო ჩვენ გვინდა გქონდეს დაბალანსებული და შუალედური პოზიცია სხვადასხვა ახლა თქვენ ახსენეთ გადის გუშინდა დღეს მეტის ბიუჯეტი ჩვენ არ გვაქვს ჩვენი მიმართვა წინასაარჩევნო ორი ამოცანა გვაქვს ჩვენ გადასაწყოდი. პირველი და პრიორიტეტული ხელისუფლების შეცვლა და ყველა მიცის ახლა ვინც ჩვენ პარტიას იცნობს, ვინც მე მიცნობს პირადად და შენ გახსოვს ძალიან კარგად რომ პირველი დღიდან ვარ ამ ხელისუფლების ოპოზიციაში და ვერავინ ვერ იტყვის რომ ან რომელიმე არჩევნებზე, ან რომელიმე საპროტესტო აქციაზე რაიმე ნებისმიერი კონფლიქტი რაც არსებობდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ხელისუფლება და საზოგადოებას შორის ჩვენ დავიმალეთ. ესეთი რამ არ მომხდარა და ეს იქნება 1 ოქტომბრის შემდგომაც. ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს იმისი გარანტია, რომ ეს ბრძოლა იქნება მიყვანილი ბორომდე. თუმცა მე ვფიქრობ საზოგადოების გარკვეული ნაწილი განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კარგად აცნობიერებს იმასაც, რომ 1 ოქტომბერს ბოლო-ბოლო არ თორდება ყველაფერი და აღარ შეიძლება უკვე ამ ქვეყანაში ერთპარტიული ხელისუფლება, ვისიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს. ანუ თავისუფალი საქართველოს მე ვფიქრობ ძალიან კარგი არჩევანი არის საზოგადოებისთვის. ერთის მხრივ მათ აქვს სრული გარანტია, ერთპარტიული არის ეკა, მას ყავს ერთი ლიდერი, ერთი იდეოლოგია, ჩვენ ხედავთ გადაწყვეტილებები როგორ მიიღება. ეს არის ერთი ძალა. ხო, ეხლა არც ნაციონალური მოძრაობა არ იყო მასე და არც მოქალაქეთა კავშირი ფორმალურად ერთი პარტია შიგნით არსებობდა იქ სხვადასხვა პარტიები. თუ ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებას ჰქონდეს იმის გარანტიაც რომ მხარი მისცენ, მხარი დაუჭირენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არანაირ გარიგებაში არ შევა ნაციონალურ მოძრაობასთან და მეორე მხრივ გამორიცხავს ახალ მონოლითურ უმრავლესობას, მე ვფიქრობ თავისუფალი საქართველოს არის ნამდვილად ძალიან კარგი არჩევანი ამ ადამიანებისათვის. საზოგადოების ამ ნაწილისთვის, რომელიც ასე უყურებს პოლიტიკურ პროცესს. თქვენი მთავარი მიზანი არის ხელისუფლების ცვლილება. ორი გზა არსებობს. არა მხოლოდ ორი პრიორიტეტი თქვი ეკა. ჩვენ ყავდა ორი სრულიად სამი სრულიად ურთიერთგანსხვავებული ხელისუფლება დამოუკიდებელ საქართველოში და ჩვენ ნახეთ რომ ერთპარტიულობა გამოდგა ყველასთვის გადაულახავი ბარიერი. გეთანხმებით პირველ მიზანს მინდა უბრალოდ დაუბრუნდე ხელისუფლების ცვლილებას რაც შეეხება. ორი გზა არსებობდა ამისთვის. ფაქტია რომ არსებობს ძლიერი ალტერნატივა კოალიცია ქართული ოცნების სახით. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მაგალითად ნინო ბურჯანაძემ აირჩია სხვა გზა, მან საერთოდ თქვა უარი მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, მაგრამ მოუწოდა ამ უმრჩეველს, რომ წავიდნენ არჩევნებზე და დაუჭირონ კოალიციას მხარი. მეორე გზა აირჩიეთ თქვენ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა ხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მაჟორიტარული ოლქი დღეისთვის დათმეთ. მაგრამ მაინც პროპორციულ არჩევნებში არ ფიქრობთ, რომ თქვენ მაინც ხართ კონკურენტი კოალიციისთვის, რადგან პრინციპში მათ ხმებს უფრო წაიღებთ, ვიდრე სხვა ოპოზიციას. ჩვენ ეკა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მე თვითონ რჩევი ვაკის მაჟორიტარი კანდიდატად და მინდა მოუწოდო მხარდამჭერა იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც გვიბრძოლია, ასევე სამგორში რჩება ალეკო შალამბერიძე, ასევე საბურთალოზე კენჭიყლეს ნანა დევდარიანი, გლდანში მიგაბრიჯიძე, რეგიონებში რჩებიან ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები. ეს არის ის ოლქები, რომელსაც არ დათმობთ და ეს არის ის ოლქები, სადაც ვაგრძელებთ ჩვენ მხარდაჭერას. რაც შეეხება პროპორციული სისტემით, საერთოდ არ მესმის ჩვენ რატო ვართ კონკურენტები, იმიტომ რომ თუ ამოცანა არის ხელისუფლების შეცვლა, მერწმუნეთ, რომ თავისუფალი საქართველოს მიერ მიღებული მანდატები ეს არის ყველასთვის, ქართული საზოგადოებისთვისაც, ბიძინა ივანიშვილისთვის, შენთვისაც, ეკაბერძისთვის, ყველას ვისაც ეს აინტერესებს, ყველაზე უფრო გარანტირებული მანდატები. ეკა რომ ვერანაირ კონფიგურაციაში ეს მანდატები ხელისუფლების ხარეს ვერ აღმოჩნდება. ეხლა მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ბევრი რაღაცის შესახებ საუბრის დრო ალბათ უფრო 1 ოქტომბრის შემდგომ მოვა, მაგრამ ის ვიცე-სპიკერის პოსტი თბილისის საკრებულოში ჩემს გარდა ყველა პარტია მოიარა, ყველა ფრაქცია მოიარა და ყველა დეპუტატმა მოიარა და ხედავთ ჩვენ ეხლა რომ ზოგი უფრო ახლოს მიდის ხელისუფლებასთან, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ვისთანაც ხელისუფლებამ საერთოდ ვერც კი დაიწყო ვერანაირი პროცესი, ეს ხო თავისუფალი საქართველო. ამიტომ ჩვენ თუ
ხელისუფლების შეცვლას უყურებთ ამოცანას, ზუსტადაც ვართ მოკავშირე და არა კონკურენტი. ეხლა თუ ამოცანა არის მაინც და მაინც ერთი დიდი ლიბერალური უმრავლესობის შეცვლა, რომელმაც გვარები და სახელები უნდა შეცვალოს, მარტო და კურსი იგივე დატოვოს, რა თქმა უნდა ამ საქმეში ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ. ჩვენი ამოცანა არის აი იმ კლიპის არ იყოს ახალგაზრდობმა რა ჩაწერეს, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, სისტემა უნდა შეიცვალოს და არა ის რაც სააკაშვილმა გააკეთა. მე თვითონ დაშვებული მაქვს ეს შეცდომა. არა, არ საუბრობს ყველა ოპოზიციური ძალა ერთმანეთს იმის შესახებ, როცა არის საუბარი, რომ ვინც არ არის დაუშვათ ერთ პოლიტიკურ ძალაში, ყველა დანარჩენი არის ნაციონალების სატელიტი, რომ რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს, სხვა მაჟორიტარი ნუ დაუჭერთ ხარს თუნდაც. თქვენზე მე მგონი ასეთი კარგი იქნებოდა რომ დაზუსტებულიყო, თუმცა მეც არ მიმიღია ეს შატოს და გუშინ გვიხდიდნენ ბოდიშ თავიანთი ლიდერის მაგვირად ბევრი ადამიანები, რომლებიც მოდიოდა. მეც არ ვიღებ ამას ეკა ჩემ თავზე, უბრალოდ ეს საფრთხე არსებობს, აქ პიროვნებაში არ არის საქმე. მე რატომ გითხარით, ეხლა ზვიად გამსახურდია იყო უდიდესი მამულიშვილი მე-20 საუკუნის. შევარდნაძე იყო კომუნისტური სისტემის წარმოადგენელი, სააკაშვილი იყო, ნუ საერთოდ სხვა ამერიკული სისტემის წარმოადგენელი, მაგრამ ერთ პარტიულობას ჩვენ ვნახეთ, ყველასთვის რა დიდი პრობლემა აღმოჩნდა. პიროვნებაში არ არის აქ პრობლემა. თავისთავად ადამიანის ბუნება არის მოწყობილი ასე, რომ ძალაუფლება არის უკონტროლო. და შენ ეს ძალიან კარგად იცი და შენ ეს გინახე და ჩვენ შენ არა სხვათა შორის მე შეცდომა 2003-ში მაქვს დაშვებული, როდესაც მივიჩნევდი ზუსტად რომ შევარდნაძე იყო ქვეყნის მთავარი პრობლემა და აღარ მივაქციეთ ყურადღება იმას რა იქნებოდა შევარდნაძის მერე. ეხლა რომ ჩვენი საზოგადოება ასე კრიტიკულად ვართ უყოლა განწყობილი სააკაშვილის მიმართ, ხო არ დაგვაუწყდა როგორ გვიყვარდა ეს ადამიანი 2003 წელს და როგორი წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის რომ ეს ადამიანი რომელიც ლიბერალურ ფასეულობებს ხადაგებდა გახდებოდა დიქტატორი და ავტოკრატი. მაგრამ ქართული ხალხის მიერ მიცემულმა 80%-მა ეს ზუსტად ასეთი ხადა. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ნორმალური ევროპული სახელმწიფო თავისუფალი მედიით და ნორმალური განვითარებით, არაფერი ცუდი არ არის. პირიქით, ძალიან კარგი იქნება იყოს წარმოდგენილი ლიდერი ოპოზიციური ძალა, იყოს წარმოდგენილი კიდე მეორე ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მისი მოკავშირე და იყვნენ თუნდაც სრულიად განსხვავებული კიდე ორიენტაციის პარტიები. თავარი არის, ჩემი აზრით, საზოგადოება მიცოდეს ის, რომ საბოლოო ჯამში მის მიერ მიცემული ყველა ხმა მოხმარდება ნაციონალების წინააღმდეგ ერთიანი კოალიციის შექმნას. მე მგონი ამასთან დაკავშირებით ვისთვის და თავისუფალ საქართველოსთან მიმართებაში არანაირი კითხვები არ არსებობს. თუ ეს არჩევნები ჩატარდება მეტნაკლებად ობიექტურად, ძალიან გულწრფელად როგორ ფიქრობთ, რა შანსი გაქვთ? თავისუფალ საქართველოს რა შანსი აქვს? თავისუფალ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ეკა და ეს არ ვიცი ხა გუშინ ყოფილიყავი იქ რომ გენახა თუნდაც კონკურენტი პარტიის აქციაზე რა გამოხმაურება იყო და რა ვიცი სულ ნაკლები რო თქვა 1000 ადამიანი მაინც მოვიდა და მე და დიმა და ჯაბა და ალეკო ვიყავით იქ და რა ვიცი ხელს გვართმევდა და თავის მხარდაჭერას გვიცხადებდა. შეკითხვა იმასთან დაკავშირებით რომ ბარიერი გადაილახება თუ არა ნამდვილად არ არის და მე დარწმუნებული ვარ რომ არათუ სამართლიანი არამედ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ჩვენ ბარიერის პრობლემა არ შეგვექმნება, თუმცა რა თქმა უნდა შემდეგი არჩევნები იქნება ჩვენთვის უკვე რეალურად ის არჩევნები, სადაც იქნება პროგრამების კონკურირება და ჩვენ გვექნება ბევრად უფრო მაღალი შედეგის იმედი. მე სხვათა შორის ეხლა ცოტა ისეთი სატირო არაფერს საწყენად, მაგრამ ვიტყვი რომ მაგალითად ის პროგრამა რომელიც ჩვენ გვაქვს, მე აქ ფლაიერების წამოგიღე შენ. ამ პროგრამას იზიარებს ქართული საზოგადოების 90% და ამ საზოგადოების კიდევ 90%-ს გონია რომ ამ პროგრამით გამოდის დღეს ქართული ოცნება. უბრალოდ ბატონი ბიძინას პირადი რეიტინგი არის ისეთი დიდი, რომ ადამიანებისთვის დაკარგა მნიშვნელობა იმან, მაგალითად რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციას. მე გარწმუნებ, მე ყველა სოფელი მოვიარე ამ ზაფხულს და საქართველოს მოსახლეობის 90% დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი არის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგი. და ასევე ბევრ სხვა საკითხთან მიმართებაში ადამიანები თვლიან, რომ ის არის ზუსტად ჩვენი კურსის და ჩვენი იდეოლოგიის მატარებელი. ამიტომაც მე ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ თვითონ ადამიანების ინფორმაცია შესაძლოა ამას იწევს ის, რომ თვითონ კოალიციაში არის ძალიან ბევრი ბევრნაირი სახის ძალა, ბევრნაირი სახის ადამიანი, რომლებსაც ასევე აქვს. არა, მე გეტყვით ამას რა იწევს. ამ ადამიანს აქვს ისეთი დიდი პირადი დამსახურებები ქველმოქმედების სფეროში, ქართული საზოგადოების წინაშე გაწეული, რომ ადამიანებისთვის ნატო თანდათან ხდება უსამართლობისა და ძალადობის სიმბოლო. და ძალიან მარტივი არის ლოგიკა, რომ თუ ადამიანი კარგია, ის არ შეიძლება იყოს ძალადობის და აი ყველაფერი უარყოფითთან თუმცა ახალი რეფერენდუმი არ ჩატარებულა, ბატონო კახა, იმისთვის რომ დავადგინოთ სინამდვილეში მოსახლეობის უმრავლესობას რა დამოკიდებულება ვარ პოლიტიკოსი, დავდივარ, ხვდები არაანგაჟირებულ ადამიანებს რეგიონებში და ჩემთვის ეს რეფერენდუმი არის ჩატარებული. მე გარწმუნებ, შეიძლება ახლა ზუსტი სოციოლოგიური ციფრი ვერ გითხრათ ეს 51 თუ 71, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს არის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგი და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის იმ ეგრეთ წოდებული ამერიკანიზაციის კურსის პირადი ექსპერიმენტიდან გამომდინარე ამ. არა, რატომ მე ყველაზე მეტად ჯერა ადამიანი თვითონ რესპონდენტი როცა მეუბნება თავისას და არა იეგო კაჭკაჭიშვილი ან ფორსა ან ინდიაიან
რაიან სხვადასხვა კოლექტივი ორგანიზაციებიც თქვენ ჩაატარეთ აი მე გთხოვდით მე-9 ახლა ამის დრო არ არის მაგრამ მორჩება ეს საარჩევნო ციებ-ცხელება რატო არა გაქვთ არის ასეთი გადაცემის ფორმატები კორესპონდენტმა ხო არჩევნების შემდგომ რუსთაველის გამზირზე 100 ადამიანი გამოკითხეთ და ნახავთ თუ თქვენ 20 ადამიანს იპოვეთ რუსთაველის გამზირზე ვინც 100-დან 20 ვინც ნატოში ინტეგრაციას ხარჯ დაუჭერ მე მოვალ და შევიცვლი ძალიან საინტერესო თემა და სიამოვნებით მოგისმენდით ოპონენტთან არა მარტო ნატოს მე ერთი ინფორმაცია არ გასულა თქვენ არხზე თუ მაქვს ნახევარი წუთი მეყოფა ჩვენი პარტია დააჯარიმეს 2000 ლარით იმის გამო რომ ჩვენი სარეკლამო რგოლი რომელიც გადის სხვათა შორის ახლა თქვენ არხზე არის ქსენოფობიური მინდოდა ამის შესახებ რაც უნდა საოცარი იყო სამ საჩურის ერთ-ერთი ავტორი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი კიდე იყო ბაპტისტური ევანგელისტური კონგრეგაცია ორი ეს LGBT თუ სოდომიტები რაც ქვია ორგანიზაცია და ნუ კიდე სულ 7 ორგანიზაცია იყო და იცით რა იყო ჩვენი პარტიის მიმართ წამოყენებული მთავარი პრეტენზიები რომ ჩვენ როცა ვამბობთ რომ ქართულ ენაზე უნდა ხდებოდეს მაუწყებლობა და სარეკლამო წარწერების განთავსება და არა ინგლისურზე ერთი ეს საფუძველი იყო მოყვანილი მეორე ჩვენ ვამბობთ რომ არ უნდა იყიდებოდეს საზღვარგარეთის მოქალაქეებზე ჩვენი მიწა ტყე და საძოვარი და გარდა ამისა იყვნენ ისინი გამოსული ამ პრეტენზიით ჩვენ წინააღმდეგ რომ ჩვენ ვამბობთ რომ არ უნდა აშენდეს ბათუმში თურქული მეჩეთი თურქეთის ფულით აზიზის მეჩეთზე არის საუბარი ამასთან დაკავშირებით იყო შემოტანილი ეს პრეტენზიები და სხვა შორის მე მქონდა შესაძლებლობა გუშინ წინ აუდიენცია მქონდა მის უწმიდესობასთან და უთხარი რომ აი თქვენ უწმიდესობა რასაც თქვენ გვიგით გადაგებთ ის სარეკლამო რგოლში შევიტანეთ ჩვენ და ამის გამო 2000 ლარით დაგვაჯარიმეს მეთქი ნონსენსი არის ეს მართლაც არ შეიძლება რომ ადამიანები ვიყოთ ეკლესიაში ერთნაირი სუფრაზე სხვა სადღეგრძელოებს ვამდეთ და პოლიტიკაში სხვა რაღაცას ხმას ვაძლევდეთ. დღეს ისაც რასაც ეძახიან ქსენოფობიას თავისუფალ საქართველოსთან მიმართებაში ის რის გამოც რობერტ სტურვა გაათავისუფლეს სამხატვრო ხელმძღვანელობიდან ეს არის არა ქსენოფობია ეს არის რეალურად პატრიოტიზმი და მე ამიტომაც მინდა მხარდაჭერა თქვა ჩვენ საზოგადოებას თუ გვინდა რომ ამ ქვეყანაში მართლა პატრიოტიზმი ქსენოფობია დაარიქცეს ერთი ფრაქცია მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი რომელიც ღიად ამის შესახებ ისაუბრებს ეს იქნება ნომერი პირველი არჩევნების თემას დაუბრუნდეთ მოდით და სხვა პარტიებს, რომლებიც ასევე იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და რომლებსაც კოალიცია მიიჩნევს ხელისუფლების სატელიტ პარტიებად. ძალიან კონკრეტულად არის ბიძინა ივანიშვილის ჩამონათვალში ქრისტიან-დემოკრატებს და ახალმემარჯვენეებზე ვლაპარაკობ. თქვენი აზრით, აი ეს ორი ძალიან კონკრეტული პარტია რა როლს შეასრულებს არჩევნების ბედში? მათ ჰქონდათ, იცი რა, ეგა ჩვენ უნდა დავყოთ ახლა ჩვენი საარჩევნო კამპანია ვიდეო ჩანაწერებამდე და ვიდეო ჩანაწერების შემდგომ. ვიდეო ჩანაწერებამდე ყველაფერი იყო კარგად გარკვეული, მათი მთავარი ამოცანა მიზანი იყო არჩევნების ლეგიტიმაცია და ხელისუფლება სწორედ ამიტომაც მათ უხსნიდა საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის ყველანაირ რესურსებს და საერთოდ მე გუშინ თქვი კიდევაც მაესტროს ეთერში ნოუ-ჰაუ გამოიგონა თავისუფალმა საქართველოს პირველად სოფლიოში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ფულის და ყველაფრის გარეშე. თუმცა ვიდეო ჩანაწერების შემდგომ მე ვფიქრობ რომ ვითარება იცვლება, იმიტომ რომ განსაკუთრებით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა ინგა გრიგოლიას მიმართ, მის მიერ მიღებული ამ ღირსეული და ძალიან გადაწყვეტილების გამო, მე ვფიქრობ კიდევ უფრო ნათელი გახდა ადამიანებისთვის, რომ არანაირი მოტივი მათ არ აქვთ, რომ ამ ადამიანებს მისცენ ხმა. თუ მოსწონთ ხალხს ხელისუფლება, მაშინ პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობას მისცემენ ხმას. თუ არ მოწონთ ხმა ხელისუფლებას, მაშინ შეუძლიათ ხმა მისცენ ამ პირველს ან 51-ს, მაგრამ რატომ უნდა მისცენ ხმა ან ქრისტიან-დემოკრატებს ან ახალმემარჯვენეებს? რა мотиваცია შეიძლება ქონდეს ამ ორჩეულს? არ არსებობს. ერთადერთი ვარიანტი იყო, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე, წინა არჩევნებზე, როცა ნაციონალებს არ ქონდათ ხმების დეფიციტი, რომ ისინი თვითონ უწყობდნენ ხოლმე ასეთ პარტიებს ხმებს და ჩვენ გვახსოვს, რომ ძირითადად მაგალითად ქრისტიან-დემოკრატები ისეთ ოლქებში იღებდნენ ხმებს, სადაც როგორც წესი ოპოზიციის შედეგები ნულოვანია ხოლმე. ხვალინდელ დღეს შევეხოთ, მოდით როგორ წარმოგიდგენიათ? რამდენად მშვიდად ჩაივლის არჩევნები და რაზეა რა ფაქტორებზე ეს დამოკიდებული? მე დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია მოდის, ეგრეთ წოდებული აი ამ უკანონო ფორმირებების ზონდერების, თუნდაც ოფიციალური ფორმირებების შესახებ. სულხან მულაშვილმა ისაუბრა ჩვენს ეთერში ხელისუფლების ძალიან ესეთ კონკრეტულ გეგმებზე, რომ მათ ინტერესში შედის არევა სიტუაციის. ამ ხელისუფლების ლიდერების და შეერაღებული ხალხის ახლოდან ხალხსა და პოლიციას შორის არსებული დაპირისპირების დროს ძალიან ბევრჯერ 2007-ში, 2009-ში 2011-ში და აქ იმას არ აქვს მნიშვნელობა რითი არიან ეკიპირებული ეს ხალხი. მნიშვნელობა აქვს იმას ფსიქოლოგიურად რისთვის არიან ისინი მზად. მე ვფიქრობ რომ თუ კი დავანახებთ ჩვენ ოპოზიცია საზოგადოება ჩვენ აქტიურობას რომ არავინ უკან დახევას არ აპირებს ასეთ შემთხვევაში ძალიან დაუჭირდება სააკაშვილის პირველი გასროლა განსაკუთრებით არაბული გაზაფხულის შემდგომ იმიტომ რომ მან იცის რომ ეს შეიძლება დამთავრდეს მისთვის პირადად ძალიან ცუდად. ზუსტად ამიტომაც მე ვფიქრობ რომ თავისუფალი საქართველოს ამ შემთხვევაშიც ვიქნებით გამონაკლისი ერთადერთი პარტია ქართულ პოლიტიკურ ველში რომელიც ვამბობთ რომ რაც არ უნდა განაცხადოს ეუთომ და რაც არ უნდა განაცხადოს NDA ჩვენ არც ერთ შემთხვევაში
არ უნდა ვცნოთ არჩევნების შედეგები, რომელიც არ იქნება ქართველი ხალხის ნების გამოხატულება. ანუ ეს რას ნიშნავს? თქვენ ფიქრობთ, რომ გაყალბების რესურსი ხელისუფლებას გააჩნია, მიუხედავად იმისა, ბატონო ხახა, რომ გუშინდელმა აქციამ თუნდაც აჩვენა ის, რომ აქტიობა არჩევნებზე იქნება ძალიან მაღალი. ძალიან მაღალი, გაყალბების რესურსი ხელისუფლებას არ თუ გააჩნია, მე გეტყვით, რომ აუცილებლად გააყალბებს. გააჩნია რამდენი. მე მაგალითად მიუხედავად ხალხის სირბილისა, მე გეტყვით ასე, რომ ვიდეო ჩანაწერებამდე მე დაახლოებით ვიცი კულუარული ინფორმაცია ნაციონალები რა ციფრების დადებასაც აპირებდნენ, ეს უკვე 55-25-ზე. ეხლა საუბარი არის იმაზე, რომ ასეთი მასშტაბით გაყალბებას უკვე აღარ ეყოფა მათი ძირითადი რესურსი, რაც იყო, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსი პლუს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფენა. იმიტომ რომ ლოიალობა დაკარგა ამ ხალხს. ვიცით, ეხლა ნიკა მემანიშვილი როცა გამოვა ტელევიზორში და დათო ტურაშვილი და პირდაპირ ეთერში დედას აგინებს, მე ამჯერა რომ ოფშკვითის სკოლის პედაგოგი ეხლა ხუთიანს შემოხაზავს. ძალიან დიდი იქნება სხვაობა მაჭავარიანის ქაღალდზე დაწერილ ვითომ იმ ხალხს შორის, ვინც ხმა უნდა მისცეს ნაცნობურ მოძრაობას და რეალურად ვინც ხმას მისცემს იმ ხალხს შორის. ამიტომ ამის უკვე გაყალბება კი არა, უბრალოდ არჩევნების შედეგები. ასეთ შემთხვევაში მათ ხო დაჭირდებათ ასეთ შემთხვევაში. არა, ეს არის გაყალბება. ეს არის ის, რაც 2010 წელს გააკეთეს, როცა ისეთი ღია კვალი არჩევა. ამიტომ ეს მე ვფიქრობ უკვე აღარ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ 50%-ზე მეტი დაიწერონ. მაშინ სააკაშვილს რჩება ერთი ვარიანტი, რაც გააკეთა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომ პირდაპირ დაწერონ. აი მაშინ ახალქალაქში მარნეულში პირდაპირ დაწერეს, გვინდა 100,000 ხმა, დაწერეს 100,000 ხმა. მაგრამ ეს მე ვფიქრობ, რომ გახდება რა თქმა უნდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის უფრო სერიოზული კრიტიკის საფუძველი. მე ხა ზუსტად ვერ გეტყვით ვაშინგტონში რა გადაწყვეტეს ბოლო თათბირებს, მე არ დავსწრები ვარ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2 ოქტომბრის დილას რა სიტყვის ეუთოს მისიის ამერიკელი დამკვირვებლები, რომ ეს არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ იყო ცალკეული დარღვევები, მაინც უკეთესი იყო ვიდრე წინა, ამას იტყვიან, თუ იტყვიან, რომ შემოვიდა ძალიან ბევრი საჩივარი და ხელისუფლებამ ჯერ უნდა გადახედოს ყველა ამ საჩივარს და მერე გამოაცხადოს შედეგები. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე რაც იქნება მნიშვნელოვანი, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. რაც არ უნდა განაცხადოს ეუთომ, რაც არ უნდა განაცხადოს NDA, მე მინდა მას ვთხოვო. ნუ გააკეთებს ნურანაირი აღიარების განცხადებებს მანამდე, ვიდრე არ იქნება ყველა პროცედურა ქვეყნის შიგნით ამოწურული. მაგრამ არის თუ არა მაინც საბოლოო ვერდიქტი ქართულ ხალხზე დამოკიდებული? მე ვიტყოდი, რომ უფრო ოპოზიციაზე ქართულმა ხალხმა თავის ზატყოფნა ეკა გუშინ დაადასტურა. ეს ხალხი გამოვა 2-შიც, 3-შიც, 5-შიც, 9-შიც, როცა კი დაუძახებინ და იბრძოლების ბოლომდე. თავარი არის, რომ ვისაც შეუძლია ამ ხალხის დაძახება და ვისაც აქვს უფლება დღეს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომ ქართულ ხალხს მიმართოს, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. თუ ჩვენ არ დაგვიწერეს არჩევნების შედეგები ხელისუფლებამ და ამერიკელებმა, ჩვენ ეს უნდა დავაწერინოთ. მე გეტყვით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის თავარი არის აქ სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოში. თუ მათ ნახეს, რომ სააკაშვილის პირობებში ამ სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელია, მაშინ ისინი ამაზე თანახმარიან, მაგრამ თუ მათ დაინახეს და ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ამ ქვეყანაში არ იქნება სტაბილურობა, არ იქნება სიმშვიდე, არ იქნება არანაირი ამერიკის მოკავშირე ეს ქვეყანა, ვიდრე სააკაშვილი არ დატოვებს ხელისუფლებას, მაშინ მათ მოუწევთ იძულებით, იქნება თუ ნებაყოფლობით, დათმობაზე წასვლა და ისინი იტყვიან, როგორც ეს გააკეთეს ბევრ სხვა ქვეყანაში, რომ კი ბატონო, აერჩიეთ ახალი პრეზიდენტი. მაგრამ ამას კიდევ ერთხელ გეუბნებით, დაჭირდება იმისი ჩვენება, რაც იგივე უკრაინაში იყო, იგივე რაც 2003-ში საქართველოში იყო, რაც ტაილანდში იყო, რაც ეგვიპტეში იყო. ეგვიპტის მაგალითი კარგია, ჩვენ ხო გვახსოვს 2 თვე ცდილობდა ამერიკა და გერმანია და მთელი დასავლეთი როგორმე შეინარჩუნებინათ მუბარაკი პოსტზე. და როცა ნახეს უბრალოდ რომ კაირო იწვოდა უკვე და აღარ იყო შესაძლებლობა იქ ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისა მანამდე, ვიდრე მუბარაკი არ წავიდოდა, ამის შემდგომ გააკეთეს განცხადება. მე ახლა არ ვამბობ რომ მაინც და მაინც თბილისი გადავწყვათ, არა, ამას არ ვამბობ, მაგრამ ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ არ დამთავრდება თბილისის ქუჩებში არც პიკეტები, არც ბლოკპოსტები, არც აქციები, არც რეზიდენციების ალყები და არაფერი კიდე, ვიდრე ხელისუფლება არ აღიარეს არჩევნების შედეგებს. დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ სტაბილურობა დღეს უდრის არა სააკაშვილის მხარდაჭერას, სტაბილურობა უდრის იმას, რომ სააკაშვილი ჩაგვაბარონ. გადმოგცენ როგორც დამნაშავე, რომელმაც ამდენი ზიანი მოგვაყენა გასული 9 წელს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თავარ კითხვას კახაკუ გავაპასუხებ და რამდენიმე წუთში ნინა ხატისკაცთან ერთად დავბრუნდებით. თავარ კითხვას ნინა ხატისკაცი უპასუხებს, გამარჯობა. მოგესალმებით. შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ამ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტო ვითარება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქტივობის თვალსაზრისით?
დამკვირვებლების თვალსაზრისით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ, მართლაც უპრეცედენტო რაოდენობა დამკვირვებლებისა რეგისტრირებული. ეხლა ვთქვათ, მეორე თემა არის ამ ორგანიზაციებიდან, ბევრი ორგანიზაციიდან რამდენი იქნება სანდო ორგანიზაცია და რეალურად იმაზე ორიენტირებული, რომ იყოს ვთქვათ, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოფილი, თუმცა ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მანამდე იყო საქართველოში წარმოდგენილი, დღესაც არის წარმოდგენილი. ვერ ვიტყვი, რომ რაოდენობის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებს რაღაც ძალიან გაზრდილი რაოდენობა ყავთ, იგივე EUTHODIR-ის სადამკვირვებლო მისია წარმოდგენილი არის მართლაც რამდენიმე ასეული სადამკვირვებლით, თუმცა ასეთივე დაახლოებით, ასეთივე სურათი იყო წინა წლებში, მაგრამ ეხლა უფრო რაოდენობრივად მეტი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. ზოგადად ერთი განსხვავება იქნება ამ არჩევნებზე ყველა წინა არჩევნებისგან. იმის გამო, რომ დღეს არის მართლაც რეალურად კონკურენცია არსებობს. იმის გამო, რომ ოპოზიცია დღეს უფრო მძლავრად არის, დღეს უბანზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც შეეცდება სამართლიანობის დაცვას და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას უბანზე. ეს არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ყველა წინა არჩევნებისგან, იმიტომ რომ გასულ არჩევნებზე არ იყო ყველა უბანზე შესაძლებელი, რომ მომხდარიყო იმ ხმების დაცვა, რომელიც რეალურად იქნებოდა უბანზე. ამიტომ მე მოველოდები, რომ თვითონ უბანზე ნაკლებად იქნება შესაძლებლობა, ვთქვათ, ისეთი ტიპის გაყალბებების, როგორიცაა მაგალითად ოქმების გადაკეთება, თუმცა არის რამდენიმე ტიპის საშიშროება, რომელიც შეიძლება არჩევნების დღეს იყოს და ერთ-ერთი, ვთქვათ, მათგანი არის ეს კარუსელი, რომელიც შესაძლოა რომ დატრიალდეს. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველი საქართველოში არ იმყოფება და ეს არის დაახლოებით მილიონამდე აღწევს ესეთი ამომრჩეველი, რომლის ხმებით შესაძლოა, ვთქვათ, რაღაც კარუსელის სახით იყოს გამოყენებული. მეორე არის ეგრეთ წოდებული სომხური კარუსელი, რომელიც თქვენ კარგად იცით, ეს არის უკვე შემოხაზული ბიულეტენის მიცემა ამომრჩევლებისთვის. არსებობს გარკვეული უკვე ლაპარაკობენ ამაზე, რომ ასეთი ბიულეტენები აქვთ მომზადებული. ასეთი ბიულეტენები აქვს, აი ახლა მე მესტიის მაგალითი ვიცი, სწორედ აი ამ წუთას ველაპარაკე. ეს არის ერეკლე ჯაფარიძე, რომელიც არის გუბერნატორის მოადგილე სამეგრელო ზემო სვანეთში. მან საკრებულოს ერთ-ერთ წევრს და ეს წევრი ამას ამბობს, თუმცა ღია დაფიქსირებას ის ეხლაერიდება, თუმცა არჩევნების შემდეგ ის ამბობს, რომ აუცილებლად იტყვის ამას. გუბერნატორის მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე მას უთხრა, რომ მას მიცემს 5 შემოხაზულ ბიულეტენს წინასწარ და 5 ადამიანი ამ შემოხაზული ბიულეტენით უნდა შეიყვანოს უბანზე. ასეთი ფაქტები სხვადასხვა ოლქებიდან უკვე მოდის ეს ინფორმაცია. აქ არსებობს გამოსავალი, მე მინდა ამომრჩევლებს მოუწოდო, რომ ის ამომრჩევლები, რომლებიც იძულებული იქნებიან ასეთი ბიულეტენი მიიღონ უკვე წინასწარ შემოხაზული. ეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულია იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ თუ ადამიანები მაინც ვერ შეძლებენ შეწინააღმდეგებას, მათ მაინც შეუძლიათ ის ხმა დააფიქსირონ, რომელიც მათ უნდათ, მათ შეუძლიათ შევიდნენ ამ ბიულეტენით უბანზე, ამის შემდგომ შემოხაზონ მათთვის სასურველი კანდიდატის რიგითი ნომერი და გადახაზონ ყველა სხვა დანარჩენი, მათ შორის ისიც იმ ბიულეტენზე, რომელიც უკვე იმავე ბიულეტენ, რომელიც უკვე წინასწარ მომზადებულია, მათ შეუძლიათ დამატებით შემოხაზონ, ანუ ის, რომელიც თვითონ უნდათ რომ აირჩიონ და გადახაზონ ყველა დანარჩენი, მათ შორის ის, რომელიც შემოახაზვენ. ეს კანონი ამბობს, რომ თუ ნათლად ჩანს ბიულეტენზე ვისმიც ამომრჩეველმა ხმა, ეს ბიულეტენი ნამდვილია. ამიტომ ამომრჩევლებს მოუწოდებ, ახლა ძალიან ძნელია მოუწოდოთ, რომ შეეწინააღმდეგონ ამ უკანონობას და სისხლის სამართლის დანაშაულს, თუმცა შეუძლიათ მან, ასე ვთქვათ, ჭკუა იხმარონ და უბანზე უკვე კაბინაში მათ გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც უნდათ მათ. გადაღების შეზღუდვა საარჩევნო უბნებზე რამდენად იმოქმედებს ნინა დაკვირვების პროცესზე? მე მახსენდება 2010 წლის არჩევნები, რამდენიმე ორგანიზაციამ, ეს იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, უჩანანუაშვილის ორგანიზაცია, ეს იყო მაესტროს სკოლა, როდესაც ახალგაზრდებმა კამერებით იარეს უბან-უბან. სხვათა შორის ეს ფილმები რო ნახოს დღეს ამომრჩეველმა, მიხვდება რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფოტო და ვიდეო გადაღებას არჩევნების დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დღეს 2012 წელს განსაკუთრებით მეტი მასალა გვაქვს. სწორედ იმიტომ ვლაპარაკობთ ასეთ ამამად ამ დარღვევებზე, რომ ამდენი მტკიცებულება ვიდეო და აუდიო და ფოტომასალის სახით გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე გადაღება. ის რეგულაციები და შეზღუდვები, რომელიც არის დღეს დადგენილებით გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას შეუქმნის დამკვირვებლებსაც და მედია საშუალებებსაც. ერთი რამ მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილებაში განსხვავება არ არის, ვთქვათ, ფოტო გადაღებას, ტელეფონით გადაღებასა და ვთქვათ, კამერის გადაღებას შორის, როგორც აღმოჩნდა, მე ახლა ვიკითხე
სწორედ ამის შესახებ საოქმო ჩანაწერებში და არადადგენილებაში არის ესეთი გამონაკლისი, რომ ფოტოს ტელეფონის საშუალებით გადაღებას არ ექნება შეზღუდვები და აქედან გამომდინარე ნებისმიერ ადამიანს დამკვირვებელს თუ მედია საშუალებას იქ სადაც არ ექნება საშუალება მოუწოდებ რომ ფოტო ტელეფონით განახორციელოს ამგვარი გადაღება, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის მტკიცებულებები, რომელიც უფრო ხშირად თქვათ ვიდეო ან ფოტო გადაღების საშუალებით ხორციელდება ხოლმე, ძალიან ხშირად ამასაც კი უგულებელყოფენ და არ ითვალისწინებენ, მაგრამ ასეთი შეზღუდვები რა თქმა უნდა უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის, თქვათ იგივე დამკვირვებელს ან მედია საშუალებას, რომ აღნუსხოს ან აღბეჭოს ის დარღვევა, რომელიც შეიძლება უბანზე მოხდეს. აი ეს პრეცედენტი, როდესაც შეზღუდა საარჩევნო კომისიამ ცენტრალურ ცესკომ უბნებზე გადაღება. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს იგივე უთოსთვის, რომელსაც საბოლოოდ ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა არჩევნების აღიარება არ აღიარებასთან დაკავშირებით, იმის ნიშანი, რომ იგეგმება, ვთქვათ, გაყალბება, რამდენად თვალშისაცემია ეს მათთვის, აი ამ კონკრეტული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო პრაქტიკულად ბოლო დღეებში და სხვათაშორის კანონში ჩანაწერი, რომ გადაღება კაბინის გარდა მთელს ტერიტორიაზე უბანზე შესაძლებელია, კანონში ძალიან დიდი ხანია არსებობს და ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ შეეზღუდა თავიდანვე, თუმცა ეს არ განხორციელდა. ბოლო დღეებში ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, არის სიგნალი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო წუთებში და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას იღებს. ეუთოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვაც და ის ბოლო თვეების მანძილზე განვითარებული მოვლენებიც და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ შესაძლოა ვთქვათ, რომ აი უკვე წინა საარჩევნო პერიოდი გაყალბდა, ძალიან მნიშვნელოვანი გაყალბება მოხდა, ძალიან დიდი ზეწოლა იყო, ამან გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. მე ვიტყოდი, რომ ერთის მხრივ მართლაც თავიდან სავარაუდოდ ეს იყო მიზანი, რომ ადამიანები დაეშინებინათ, მაგრამ იმდენად ზედმეტად მოხდა ამ მეთოდების, უკანონო მეთოდების გამოყენება, რომ უკური აქცია მოახდინა საზოგადოებაზე. დღეს უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი ლაპარაკობს და აღარ ეშინია განსხვავებით წინა წლებისგან. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკვე ეუთოსთვისაც, რომ არჩევნების დღეს ჩვენ მოვიქცეთ როგორც პროფესიონალები, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში დამკვირვებლებს, მედია საშუალებებს, ჩვენ არამხოლოდ ვილაპარაკოთ და ვერბალურად გავაჟღეროთ პრობლემები, არამედ სათანადოდ დაიწეროს საჩივრები და შესაბამისი განცხადებები. სათანადოდ აისახოს ეს მტკიცებულებები, თქვათ აუდიო ან ვიდეო ჩანაწერებით. რაც უფრო მეტად აღბეჭდილი იქნება კონკრეტული დარღვევა, წინასაარჩევნო დარღვევა, ძალიან ძნელი იქნება ეუთოსთვის, ნებისმიერი სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის უბრალოდ ხაზი გადაუსვას იმ რეალობას, რომელიც იქნება არჩევნების დღეს. ჩვენ ეხლა ვიწყებთ სწორედ ყველაზე მნიშვნელოვან მუშაობას. არჩევნების დღე უნდა იყოს ყველა პოტენციური ან შესაძლო დარღვევის ან არსებული დარღვევის სათანადოდ პროფესიონალურად ასახვა და აღბეჭდვა ყველა იმ საშუალებით, რომელიც კი ჩვენ გაგვაჩნია. შესაბამისად, აი ეს ვიდეო და აუდიო გადაღების შეზღუდვა, იგივე ვთქვათ, შემდგომში არჩევნების დღეს რაღაც კონკრეტული დარღვევების გამოვლენა იქნება ეუთოსთვის, რა თქმა უნდა, სიგნალი, თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენ. აი მაგალითად, ეხლა კაბინის გადაღება მედია საშუალებებს აეკრძალათ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კაბინაში ორი ფეხის ნაცვლად ერთი ადამიანი უნდა იყოს მხოლოდ შესული, ჩანს 4 და 6 ფეხი. ეს ძალიან ხშირად არის ხოლმე, ანუ რამდენიმე ადამიანი იმყოფება კაბინაში. პირდაპირ წერია, რომ კაბინის გადაღება აკრძალულია. ეხლა როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ამ დადგენილების შესრულების შემთხვევაში მედია საშუალებას ან დამკვირვებელს უბრალოდ შეზღუდული აქვს ის, რომ დააფიქსიროს აი ესეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა უბანზე. ეხლა ვთქვათ, მედია საშუალებამ დააფიქსირა ეს და მე შემდგომში ის გააძევეს უბნიდან. როგორ ფიქრობთ, ეხლა ეუთოსთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იქნება და გადამწყვეტი, რომ მან დადგენილების ჩანაწერი ვთქვათ დაარღვია და ამისთვის გააძევეს თუ ის მტკიცებულება, რომ სამი ადამიანი მოახერხა და დააფიქსირა სამი ადამიანი ერთდროულად კაბინაში. ნინა, ცოტა ხნის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ, რომელმაც თავის დროზე ლენინიზმის ნიშნებიც დაინახა საარჩევნო კამპანიაში, კიდევ ერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა, მან შეშფოთება გამოთქვა მმართველი პარტიის მიერ ოპონენტების დევნის და დაპატიმრების გამო. რას ნიშნავს, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ძალიან კონკრეტულ და ღია განცხადებას აკეთებს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით?
ძალიან ძნელია არ გააკეთო ესეთი განცხადებები იმ რეალობაში, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. გავიხსენოთ, მოდით, აი ტალღები, როგორ მიმდინარეობდა ეს წინასაარჩევნო პერიოდი. დაიწყო ფინანსურ რესურსებზე ზეწოლით და რაღაც სასაცილო სიტუაციამდე მივედით. ქართული ოცნების შემთხვევაში მათი სანქცია და ჯარიმა გაცილებით იმაზე მეტი იყო. ყოფილი დაიწყო კანონით, რომელიც მიიღეს ახალი წლის კანონით, რომელიც რატომღაც მხოლოდ ერთი პარტიის საწინააღმდეგოდ იყო გამოყენებული და თანაბრად არ იყო ყოველს მიმართ გამოყენებული. და აღმოჩნდით სიტუაციაში, როდესაც ერთ პარტიას გაცილებით იმაზე მეტი ჯარიმა ჰქონდა, ვიდრე მას საერთოდ მობილიზებული ჰქონდა რესურსები. ამას მოყვა და გაგრძელდა ადამიანების განთავისუფლებები და ეს სწორედ იმაზე იყო გათვლილი, რომ შეეშინებინათ არა კონკრეტულად ის განთავისუფლებული, იმიტომ რომ ბუნებრივია განთავისუფლებული და გაბრაზებული ადამიანი უფრო ნეგატიურად ხდება განწყობილი, სხვებზე იყო გათვლილი, რომ სხვებს შეშინებოდათ. ამას უკვე მოყვა უკვე ფიზიკური ძალადობა, ფიზიკური ვთქვათ დაპირისპირება და ბოლოს მასობრივი დაპატიმრებებით დასრულდა. ეხლა ძალიან ძნელია, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებები გაგაჩნიათ. ეხლა როდესაც ადამიანი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სიტყვაზე 40 დღით ან 60 დღით სასჯელს იხდიდეს და მას ყველაზე აქტიურ ადამიანებს ეზღუდება წინასაარჩევნო კამპანია, უბრალოდ ასეთი განცხადების არ გაკეთება ალბათ ძალიან დიდი დანაშაული იქნებოდა. ეს არის იმ რეალობის ასახვა და ძალიან ლოგიკური განცხადება, რომელიც გაკეთდა ბატონი მილიორის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აღიარება იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემა იყო და ძალიან არათანაბარი პირობები იყო შექმნილი. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი რამ. ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის ქართული ოცნებაც, ხშირად არ ღვევდა კანონს, ცდილობდა რაღაც ის რესურსები გამოეყენებინა არა მხოლოდ კანონიერი გზით, არამედ უკანონო გზით, მაგრამ იმდენად არაადეკვატურად დიდი ძალადობა და ადმინისტრაციული რესურსის და ბერკეტის გამოყენება მოხდა ხელისუფლების მხრიდან და ხაზს უსვამ ხელისუფლების, იმიტომ რომ პარტიას უკვე ზღვარი აღარ არსებობდა და რეალურად ხელისუფლებასთან ხდებოდა ბრძოლა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. იმდენად დიდი იყო ეს სხვაობა, რომ აი ჩვენ სათანადო რეაქციაც კი არ გქონდა იმ დარღვევებზე, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები ახორციელებდნენ და უფრო მეტიც, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დარღვევა არის ჩვენი არჩევანის გაკეთება, ჩვენ არჩევნებზე მივალთ და გადავწყვეტ მოგწონს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია როგორი წესებით თამაშობს და რა წესებით ახორციელებს წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ ხელისუფლება პირდაპირ არ ღვევს მის მიმართ გადაცემულ მანდატს და უშუალოდ იყენებს იმ რესურსს. ყველა გამოვლენებაში ეს იყო ფინანსური რესურსი, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსი თუ უბრალოდ სასამართლოს ეს ყოფილი არის ასახული ეუთოს შუალედურ ანგარიში, რომელიც ასევე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. გაძლევთ თუ არა ეს ანგარიში მის საფუძველს, რომ ეუთოს საბოლოო დასკვნაც სავარაუდოდ იქნება ობიექტური? მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში თუ იარსებებს თუნდაც იმდენი ინფორმაცია, იმგვარი ინფორმაცია, როგორც იყო წინა არჩევნებზე, ვთქვათ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. თუ ეს ინფორმაცია სათანადოდ მიეწოდება შესაბამის ორგანიზაციებს და ამიტომ ამბობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს მუშაობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილობრივის მუშაობას, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. ასევე გუშინ გამოაქვეყნეს უკვე შემაჯამებელი ანგარიში სამართლად. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეუთოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მაინც უფრო ლიმიტირებული რესურსები აქვთ. მათ ყველგან, ყველა კუნძულში არ მიუწვდება ხმა. ჩვენ არჩევნების დღესაც უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის მყისიერი მიწოდება შესაბამისი ორგანიზაციებისთვის და იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა ადგილი ექნება დარღვევას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდი და ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მე მაძლევს საფუძველს და იმის ოპტიმიზმს, რომ თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ დახუჭავენ თვალს და თავის სათქმელს. კიდევ ერთი მინდა თქვენს მეუღლესთან დაკავშირებით დაგისვათ შეკითხვა. კახა ჟორჟოლიანი დააკავეს, არის ვიქტორ ჯაფარიძის საარჩევნო შტაბის წევრი. რა მოხდა სინამდვილეში? მას 40 დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საოლქოში ის ასაჩივრებდა და ის იბრძოდა იმ უკანონო გადაწყვეტილებას წინააღმდეგ, რომელიც მიიღო საოლქომ. საოლქომ მესტიის საოლქომ დაარეგისტრირა და დააკანონა 200 კაციანი სამხედრო შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი, ხაზს უსვამ კოჯრის ბატალიონის ქვედანაყოფი დარეგისტრირდა მესტიაში, რომელსაც ასე ვთქვათ არჩევნებში უნდა მიიღო იქ მონაწილეობა და როდესაც მცირეზომიან ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებშიც იღებენ ესეთი სპეცუბნები მონაწილეობას, ძალიან დიდი გავლენა არის არჩევნების შედეგებს. ეს იყო 200 ხმის ჩაყრა მმართველი პარტიის სასარგებლოდ. კახა თავის ლეგიტიმურ
პარტიზანულ ფუნქციას ასრულებდა, ის ეწინააღმდეგებოდა და მართლაც საკმაოდ მკაცრი და გაბრაზებული იყო იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომელიც მიიღო საოლქომ სწორედ აი ამ ცესკოს წარმომადგენლის არჩილ სოფრომაძის მონაწილეობით. ცესკომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანად გააუქმა, ამისთვის მადლობა მინდა ნამდვილად თქვა, იმიტომ რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, თუმცა მოხდა უცნაური რამ 3 დღის შემდგომ, აი ამ კამათის შეკამათების შემდგომ, კახა დააკავეს სიტყვიერი შელაპარაკების გამო კახა სოფრომაძის მიმართ. რამდენიმე დღეში ცესკომ კახა არჩილ სოფრომაძის მიმართ, არჩილ სოფრომაძეს თავად შეუწყვიტა უფლებამოსილებას სწორედ ოლქისთვის ხელის შეშლის ხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლის გამო, თუმცა შედეგი მაინც ის არის, რომ 40 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი კახას და ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის წინა საარჩევნო პერიოდში, აქ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ სწორედ იმ მისწრაფებებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაზე. ამ სწორედ კახას დაკავების დროს მოხდა ერთი უპრეცედენტო რამ და ამაზე ბევრი საუბარი არ არის და თუმცა ნატო ამით დაინტერესებული, მე ყველა ინფორმაცია უკვე გადავეცი და მათი ინტერესი ძალიან მაღალია და შეშფოთებაც საკმაოდ დიდი არის. კახა ჟორჟოლიანის გადაყვანა შეეწინააღმდეგნენ ადგილობრივი მოსახლეობა, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ ის გასამართლებული იყო მესტიაში და არა ზუგდიდში, რომელიც გადაიქცა ერთგვარ დამსჯელ სასამართლო უწყებად ამ რეგიონისთვის და პოლიციის უფროსმა დამხმარე ძალად გამოიყვანა შეიარაღებული ძალები. არანაირი ნატო სტანდარტი და საქართველოს კანონმდებლობა არც კი უშვებს არც ერთ მომენტში, რომ ჩვეულებრივი პოლიციური ფუნქცია განახორციელოს შეიარაღებულ ძალებმა, თუ არ იქნება ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები 80 ჯარისკაცამდე, რომლებიც ხელსაც კი იფარებდნენ თავის ბეჯებზე, რომელიც აქ რამდენიმეს დარჩენილი ჰქონდათ, თორე ძირითადად ამძვრალი ჰქონდათ ყველას და რეალურად ეს სამხედრო ძალები იყვნენ ერთ-ერთი პოლიციური რეჟიმის შემსრულებლები. კონსტიტუცია ამბობს, რომ მხოლოდ პარლამენტ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო ძალების აი ამ ფუნქციების შესრულებაში. მე როდესაც ველაპარაკე ნატოს წარმომადგენლებს, მათ უბრალოდ ვერც კი წარმოიდგინეს, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა კადრები არსებობს საბედნიეროდ ამისა და ითქვა, რომ ზოგადად წინა საარჩევნო პერიოდში სამხედრო ძალები, შეიარაღებული ძალები იმდენად უნდა იყვნენ მოცილებული ამგვარ ქმედებებს, რომ მათი დანახვაც კი შეუძლებელი იყოს. აი ძალიან ძნელია ერთის მხრივ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს თქვა რაღაც დასავლური სტანდარტები და ნატოსში ინტეგრირებაზე ფიქრობ და მეორეს მხრივ აი ამგვარი პრობლემების თქვა საჯარისო შენაერთებით. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვას ნინა ხატისკაცი პასუხობდა, რამდენიმე წუთში გიორგი მარგოლაშვილთან ერთად დავბრუნდებით. თავარ კითხვას გიორგი მარგოლაშვილი უპასუხებს საღამოშიდობისა. უბრალოდ დღემშვიდობისა. საღამოს უნდა ვიყოთ ეთერში, ეს არის გამონაკლისი. დღეს ჟურნალ შპიგელში გამოქვეყნდა სტატია ძალიან საინტერესო სახელწოდებით ბრძოლა დიქტატორებსა და მეოცნებებს შორის. უბრალოდ სათაური მომეწონდა, იმიტომ მოგიყვანეთ. ეხლა როგორ ხედავთ თქვენ ამ ორთა ბრძოლას? შპიგელმა, ჟურნალისტმა უფრო სწორად კონკრეტულმა, რომელმაც დაწერა ეს სტატია, დაინახა როგორც ბრძოლა დიქტატორებსა და მეოცნებებს შორის საარჩევნო ბრძოლა. თუ ეთანხმებით მას? კი, პრინციპში ყოველთვის ბრძოლა არის ხოლმე, როდესაც ებრძვი დიქტატურას, ებრძვი ესეთ აღმატებულ ხარისხში ოცნებით, მაგრამ მე აღარ მგონია, რომ ეხლა დღეს არის ბრძოლა დიქტატორსა და მეოცნებებს შორის, იმიტომ რომ რეალურად გუშინდელმა და გუშინწინდელმა დღემ ორივემ ერთად აჩვენა რეალურად ქართული საზოგადოების არჩევანი და რეალურად ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც არის ქვეყანაში. ერთის მხრივ ეს იყო ჩამოშლილი დინამო სტადიონი. რეალურად არა, მან საინტერესო იყო ის, რომ კი ის ხალხი მიყვანილი იყო, მაგრამ დინამიკამ გვაჩვენა პროცესი. აი ეს, როდესაც უყურებდით პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად როგორ ჩამოიშალა მთელი ეს დინამო სტადიონი, უკვე კონტროლი სადაც დაკარგეს და ის ძალათი მიყვანილი ხალხი, როგორც მერეც ვნახეთ, რომ სამსახურებიდან რომ იძულებით მიყავს. აი ეს ხალხი როგორ ჩამოეშალა თვალწინ, რაც დინამიკაში იყო. ეს ასე ვთქვათ, ეს სოციოლოგიური გამოკითხვა საინტერესო იყო თავის დინამიკით, იმიტომ რომ გვაჩვენა როგორ ნელ-ნელა ესე იშლება ეს ელექტორატი და მეორე მხრივ იყო გუშინდელი დღე, ძალიან დიდი აღტაცების, სამოქალაქო ღირსების,
თანხმობის დღე, რომელიც სხვათა შორის აი არც ერთ ვერც კი დააფიქსირა კამერამ, იმიტომ რომ თბილისში არ არსებობს ეგეთი ადგილი, სადაც აი ამდენ ხალხს ერთდროულად დააფიქსირებს. იმიტომ რომ კამერა აფიქსირებდა, რაც მე ვნახე, მხოლოდ პიონერთა სასახლემდე. რეალურად იყო საჰაერო კამერით მუშაობდა მეცხრე არხი და შედარებით. მაგრამ ეგეც ვერ აფიქსირებდა, იმიტომ რომ იქ რაც ნაჩვენები იყო, იმის ფაქტიურად მიტინგის მეხუთედი იყო და იმიტომ რომ სხვანაირად იმდენი ხალხი იყო, ისეთი თანხმობა იყო, ისეთი აღტაცება იყო, ისეთი ბედნიერება იყო და რაღაცა ეს ზეიმი, რომ აი ამ ორმა დღემ რეალურად აჩვენა რა ვითარებაა და რო დიქტატურა ამ ქვეყანაში უძლურია. და უძლურია სხვა შორის იმის გამო, რომ ქართული საზოგადოება არ იღებს ამას. ანუ ორი მოსაზრება არსებობს. ერთი რომ ბარიკადების ერთ მხარეს არის ერთი პარტია და მეორე მხარეს მეორე პარტია, ვთქვათ თავის სატელიტები და მეორე რომ ბარიკადების ერთ მხარეს არის ხელისუფლება და მეორე მხარეს ხალხი. თქვენ როგორ ხედავთ ამ სიტუაციას? ორი პარტიის და მათი მხარდამჭერების შერკინებასთან გვაქვს საქმე. თუ მართლაც ხელისუფლებისა და ხალხის. ხელისუფლებას შეეძლო, რომ ეს ყოფილიყო ორ პარტიას შორის შერკინების პროცესი. შეეძლო და ეს შეეძლო კარგა ხნის განმავლობაში. ეს შეეძლო მაშინ, როცა გამოჩნდა ივანიშვილი, ეს შეეძლო მაშინ, როდესაც დაიწყო საარჩევნო კამპანია, მაგრამ ხელისუფლება ამ გზით არ წავიდა. ხელისუფლება წავიდა სწორედ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაპირისპირების გზით. მაშინ, როდესაც ივანიშვილის მიმართ მათ დაიწყეს არა როგორც პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მოქმედება, არამედ დაიწყეს მისი ყველა გზით ჩამოშორება პოლიტიკური პროცესიდან, როდესაც აღარ ჩამოვთვლია ამ ყველაფერს, რაც გააკეთეს, რომელმაც ყველა მათ წინააღმდეგ იმოქმედა. აი ამ ვითარებაში მათ თავისთავი პოლიტიკოსობიდან ამოაგდეს, ისინი აღარ იყვნენ საარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკოსები, არამედ ისინი გახდნენ ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხან მოქალაქეობას ართმევდა, ხან რაღაცას აყადაღებდა, ხან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აქ აღარ იყო პოლიტიკური დებატები და ბოლოს, როდესაც საერთოდ გამოაქვეყნეს თავის საარჩევნო კამპანიის ძირითადი მიმართულება, იქ საერთოდ გამოჩნდა, რომ პოლიტიკური ხედვა არ არსებობს, იმიტომ როდესაც შენ იმეორებ იმას, რასაც შენი ოპონენტი პრიორიტეტებად ასახელებს და შენი ხედვა არ აქვს, საერთოდ პოლიტიკიდან გადიხარ. ეს იყო პრობლემა, რომ ისინი არ ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიად, არამედ ისინი ჩამოყალიბდნენ ადმინისტრაციულ რესურსად. შესაბამისად, ხალხის გადანაწილებად შესაბამისი წავიდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო მკაფიო აი ეს დაშორება ხელისუფლებასა და ხალხს შორის გახდა მას შემდეგ, რაც აი ვიხილეთ ის საზარელი კადრები, რაც ვიხილეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის მერე უფრო მკაფიო გახდა ეს ყველაფერი? ბუნებრივია, მაგრამ ამან ალბათ გავლენა ეს ელექტორალური თვალსაზრისით რო ვისაუბროთ, ჩვენ მანამდე გქონდა რაღაცა მონაცემები, გამოკითხვების, სადაო ყველა თვალსაზრისით, მაგრამ ერთი რაღაცა რაც ფიქსირდებოდა ძალიან ნათლად, ეს იყო რაღაცა და საშუალოდ სადღაც 30-დან 40%-მდე ადამიანებისა, ვისაც თავის არჩევანი არ აქვს გაკეთებული. აი ამ კადრებმა გავლენა მოახდინეს სავარაუდოდ აი ამ ადამიანებზე, ვისაც არჩევანი არ ქონდა მკვეთრად გაკეთებული და ჩამოყალიბებული. ხა ის ხალხი, ვინც დაუშვათ ამ რეჟიმის პრობლემებს დიდი ხანია უკვე ხედავს, მე არ ფიქრობ, რომ ამ კადრებმა რა თქმა უნდა ისინი შეაძრწუნეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეძრწუნებას ხო ვერ გამოხატავს საარჩევნო ბიულეტენთან, ხომ მაინც ან ერთი უნდა შემოხაზო, ან მეორე და შესაბამისად ეს ამ თვალსაზრისით, მე მგონი ელექტორალური თვალსაზრისით ამ კადრებმა აი ეგ ნაწილი შეცვალეს, არა მარტო აი ესე გარემყოფი პირების, არამედ თვითონ ხელისუფლებაშივე, აი იმ ადმინისტრაციულ რესურსშიც რაღაცა ნაწილი, რომელიც არაა უშუალოდ დაკავშირებული დაუშვათ თავისი ბიზნესით ან ინტერესებით, მე ვფიქრობ, აი იმაზე იმოქმედა. ეს იყო სწორედ ის ნაწილი აი სტადიონის, რომელიც ჩამოიშალა იმ დღეს. ახლა ვრცელდება ინფორმაციები, რომ 10-ზე მეტი მაჟორიტარი და ნაციონალური მოძრაობის თითქოს მათ აქვს სურვილი, რომ დათმონ ქართული ოცნების სასარგებლოდ თავიანთი მანდატები, თუმცა ეს არის დაუდასტურებელი ინფორმაცია. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ასეთი სურვილი მართლაც გასჩენოდათ ნაციონალური მოძრაობის რიგებში? მე ვფიქრობ, რომ ასეთი სურვილი შესაძლებელია გასჩენოდა ძალიან აქტიურად 18-ში, 19-ში და ასეთი სურვილის დადასტურება, რომ ესეთი სურვილის გამოხატვა არ არის საშიში, მოხდა 29-ში. იმიტომ 18-ში მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი აღშფოთებული იყო, 29-ში ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ ის სისტემა, რომლის მიმართაც ისინი აღშფოთებულები არიან, აღარ არის საშიში. ასე რომ მე სულიად რეალურად მივიჩნევ ასეთ სურვილს. დღეს და ხვალ უფრო არის რაღაცნაირად წყალგამყოფი, ანუ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ის როგორც საზოგადოება აღიქვავს დღეს აი ამ არჩევნებს, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალური აღქმა ჩვეულებრივი საპარლამენტო არჩევნების მიმართ თუ არის უფრო მეტი?
არა თითქოს 10 თვე იწყება ცხოვრების თავიდან ასეთია საზოგადოების ეს ჩანდა გუშინდელ აქციაზე. მე მაგალითად გუშინდელ აქციაზე ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, ლაპარაკი, ის რა კითხვებიც აქვთ მოქალაქეებს, ეს არ არის ნორმალური. ადამიანები კითხულობენ იმის თაობაზე, რომ რა ფორმით შეიძლება ხელისუფლებამ გააყალბოს არჩევნები. ეს არ არის ნორმალური დამოკიდებულება არჩევნების მიმართ. ჩვეულებრივი ამორჩეველი შეშინებულია რას მოიტყვება ხელისუფლება. და რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური, იმიტომ რომ შენ უნდა მიდიოდი არჩევნებზე და არ კეთებდე შენ არჩევანს და არ უნდა გეშინოდეს, რომ ან კალმისტარში იქნება ისეთი მელანი, რომელიც მეორე გაქრება, ან რაღაცა ისეთი შუქი ჩაქრება. აი ასეთ რაღაცებზე გეკითხებიან სულ ადამიანები. არჩევანზე აღარ გეკითხებიან, ასეთ თემებზე გეკითხებიან. ეხლა ეს საკითხი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ერთის მხრივ არის ძალიან ბევრი ემოცია, მაგრამ მეორეს მხრივ არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ეს ისტორიული არჩევანი, რა თქმა უნდა, ეხლა კეთდება, პრობლემურია, რომ ყოველ ეტაპზე ჩვენ ისტორიულ არჩევანს ვაკეთებთ, მაგრამ ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ისტორიულ არჩევანს და ისტორია იწერება ხოლმე არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი გარშემო ძალების და მსოფლიოს კონტექსტში იწერება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რაც თავის დროზე გააკეთა პრეზიდენტმა ობამამ და ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა. ხელისუფლების გადაცემას გულისხმობ. ეს არის ხელისუფლების არჩევნების გზით, ეს არის ისტორიული, ასე ვთქვათ, ნიშნული, რომლის მერეც ქვეყანა ხდება რეალური ლეგიტიმური დემოკრატია, როდესაც ხელისუფლება იცვლება არჩევნების გზით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის. დღეს ბიძინეევანიშვილმა გაიმეორა ეს გზავნილი, მან თქვა, რომ ეს აუცილებლად იქნება ის უპრეცედენტო არჩევნების, სადაც სწორედ ეს განხორციელდება. ალბათ, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ივანიშვილის პოლიტიკა თავიდანვე ამაზე იყო ძალიან სერიოზული. მაგრამ რამდენად რეალურია დღეს ამაზე ლაპარაკი, რომ ეს მართლა ძალიან რეალურია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამავე დროს ძალიან უნდა ფრთხილად ვიყოთ ჩვენ ის ხალხი, ის მოსახლეობა, ვისაც მართლა ძალიან გვაინტერესებს არჩევნები. ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი რაღაცა არის ყურადღება მისაქცევი. ძალიან ხშირად ლაპარაკი არის იმის თაობაზე, რომ არჩევნების დღის პროცედურები უნდა დავიცვათ. იქნება ეს დავუშვათ იქ ისეთი დეტალები, რომ მქონდეს ყველა საბუთი წესრიგში, ყველა ესე იგი პირადობის მოწმობა, არ ვიყოთ ჩაცმული ამა თუ იმ პარტიის სიმბოლიკაში, უბანზე იყოს წესრიგი. ეს არის არა იმიტომ, რომ რომელიმე მხარეს ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ძალიან ფხიზლად ვიყოთ ნებისმიერი პროვოკაციის მიმართ. ჩვენ ვიცით რომ ეხლა მოხდა ამას გუშინ მოხდა რაღაცა ინციდენტი ქუთაისის აქციაზე. არა, ქუთაისის აქციაზე მათაც ორი მანქანა შევარდა ხალხში. თემას მინდა შევეხო, იმიტომ რომ ქართული პოლიციის დაკავებას გულისხმობთ? რა არის იქ ძნელი სათქმელია ის რომ რუსეთის ის რომ ესე იგი რუსები არიან ფაქტიურად 40 კილომეტრში ეს ფაქტია ის რომ ეს შესაძლებელია პროვოკაციის საფუძველი გახდეს ესეც ფაქტია ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან მიმართება ჩვენ ცხოვრობთ ისეთ რეალობაში როდესაც წინა არჩევნებზე თქვენ გახსოვთ გათამაშდა რუსებთან კონფლიქტი იმ დღეს დიახ ორი დღეა მეც მაქვს ეს შეკითხა და თქვა და ვუსვავ ჩემს სტუმრებს რამდენად შეიძლება ხელისუფლებამ თუ ის ჩათვლის რომ წაგებული აქვს არჩევნები სწორედ აი ეს გამოიყენოს ანუ რუსეთის ძალიან საშიში ამიტომ მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ფრთხილად როგორ უნდა იყოს საზოგადოება ფრთხილად ეხლა რა თქმა უნდა მე არ მოველი ამ ვითარებაში რეალურ რაღაცა რეალურ კონფლიქტს რუსეთსა და საქართველოს შორის რომელიც ეს ერთ დღეში და 15 წუთში და ეს რაღაცა მობილურის დარეკვით არ იწყება ხო ეს ხო არ არიან ისინი რა ქვია რაღაც ჯგუფი რომელსაც ესე გამოვიდა მაგრამ ამიტომ მე არ მოველი რომ აქ მოხდეს რაღაცა რეალური სერიოზული პროვოკაცია მაგრამ შესაძლებელია მოხდეს ისეთი პროვოკაცია, რომლის გაფიარებამაც შეიძლება გამოიწვიოს აღელვება და ამ თვალსაზრისით ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან ხიზლად და ძალიან მშვიდად და ძალიან რეალისტურად შევაფასოთ ვითარება. რუსეთის რიტორიკაში ის რომ ისინი აპირებენ რომ რაღაცა ქმედება განახორციელონ რეალური ქმედებაზეა ლაპარაკი აქ საქართველოს წინააღმდეგ ჯერჯერობით არ ყოფილა ესეთი რამე მაგრამ არ გამოურიცხავთ იმას რომ რაღაცა პროვოკაცია მოხდეს ამდენად მნიშვნელოვანი იქნება არა ის ლოკალური პროვოკაცია არამედ ამ ლოკალური პროვოკაციის მიმართ საზოგადოებრივი აზრი რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ ყველა ძალიან ჩვენი მთავარი მიზანი არის სწორედაც რომ არჩევნების ჩატარება და არჩევნების შედეგების გაფორმება და არა სპონტანური რეაქციები რა პროვოკაციაც არ უნდა იყოს იმასთან მიმართებაში მართლა საბრძოლო ბრძოლის ხაზი საქართველოს წარსულსა და საქართველოს მომავალს შორის გადის საარჩევნო ყუთთან და არა აი რაღაცა ინსცენუაციებზე სპონტანური რეაქციების მიცემაში და ამიტომ
მაქსიმალური მობილურობა, ორგანიზებულობა, სიმშვიდე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჩვენი გეოსტრატეგიული თუ გიდაც თავდაცვითი მიმართულება არის არჩევნების ეფექტური ჩატარება. როგორც კი ჩვენ აი ამ ასე ვთქვათ გამოცდას ჩავაბარებთ და ეს რამდენიც არ უნდა შეურაცხყოფილად ჟღერდეთ, ეს არის გამოცდა, რომ გახდები თუ არა შენ თანამედროვე მსოფლიოს ასე ვთქვათ, აი ხალხთა კლუბის წევრი. როგორც კი ჩვენ ამ გამოცდას ჩავაბარებთ, რომ ჩავატარებთ ლეგიტიმურ და მშვიდ არჩევნებს, ჩვენი სტრატეგიული დაცვაც, ჩვენი დაცვის ეროვნული უსაფრთხოებაც თვისობრივად მაღალ საფეხურზე აიწევს. ამიტომ მე მინდა რომ ხაზი გავუსვა იმას, რომ აი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ძალიან მშვიდად. ძალიან დიდი მადლობა. მე ვიტყოდ, რომ არჩევნების შემდეგ ერთად შევაფასებთ ასევე პროცესს, რომელიც უკვე ჩავლილი იქნება. გიორგი მარგველაშვილი პასუხობდა მთავარ კითხვას, მე 10 საათამდე გემშვიდობებით, 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს.